თბილისის მერიის მტკიცებით თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრები თბილისში რეგისტრირებული 9 პირიდან ქირით უზრუნველყოფაზე 3 დათანხმდა, 6-მა კი უარი განაცხადა. დედაქალაქის მთავრობაში ამბობენ, რომ ტყუილია თითქოს მათ ქირისთვის 300 ლარს თავაზობენ. მერია განცხადებაში წერს, რომ მოქალაქეები თავად არჩევენ ბინებს. რამდენია ქირის ლიმიტი, ეს ტექსტში არ ზუსტდება. ეს არის კერძო ტერიტორია და თბილისის მერია შეჭრილი პირების გამოსახლების პროცესში არ მონაწილეობს, ვკითხულობთ განცხადებაში. აღნიშნულ მისამართზე მყოფ პირებთან სამგორის რაიონის გამგეობა მოლაპარაკება დაიწყო ჯერ კიდევ 2 წლის წინ. ყველას, ვინც რეგისტრირებულია თბილისში, შესთავაზეს ქირით უზრუნველყოფა. ასეთი აღმოჩნდა მხოლოდ 9 მოქალაქე. მათთან ასევე მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა თბილისის მერიის მზრუნველობის სააგენტოს, რათა გაეწიათ დახმარება თბილისში რეგისტრირებული პირებისთვის და მომხდარიყო სიცოცხლისთვის საშიში ავარიული კორპუსიდან მათი გადაყვანა უსაფრთხო გარემოში, ქირის უზრუნველყოფით. ამჟამად სამგორის რაიონის გამგეობას მიმართა მხოლოდ 3 მოქალაქემ, რომელთაგან ერთს დაუდგინდა უძრავი ქონება. ხოლო დანარჩენი 2 უზრუნველყოფილი იქნება ქირით. 6-მა მოქალაქემ განაცხადა უარი და დღემდე არ თანხმდება მუნიციპალიტეტის შეთავაზებას. უკვე რამდენიმე დღეა ვრცელდება კიდევ ერთი ცრუ ინფორმაცია. თითქოს თბილისის მერია ამ ადამიანებს ბინების დასაქირავებლად სთავაზობდა 300 ლარს, ისიც მხოლოდ 3 თვიანი ვადით. ეს არის სრული ტყუილი და დეზინფორმაცია. მოქალაქეები თავად არჩევენ ბინებს, იდება 1 წლიანი ხელშეკრულება და ამ ვადის გასვლის შემდეგ ხდება ხელშეკრულების გაგრძელება.